ის დიპრესია, კონცეფცია, გაშიშველი სინათლე. აი, ხო? მოგიხარი გარეთ გამოსვლა და ჰაერში ჩაყოლა მოგიხდებოდა. მოგწონს? აბა? ბიბი. რა აბა? კუჭი ახაშელი თუმცა რევიზორს წასწეს ვერ გაიგებ. ფეხებს არ ჩამოიღებ? გაიხადე მაინც, ხო ხედავ სული? რასა? სულესია. ეს ვარსკვლავი ჭირზე რატო? რამე პროფესიული დანიშნულება აქვს? არა. ჩემი შვილის იდეა იყო სახალისო ასე. გამხელა? წელს მიდის სკოლაში. მაგარია. ერთი შვილი ყავთ მარტო? არა, ორი. გოგო და ბიჭი. ბიჭი უკვე მე-6 კლასში. ანა მითხრა რომ რომანს წერს. ცდილობ დავწერო. რაზეა შენ ტიპი? ომზე და სიყვარული. ომზე? არა ვიხმარ უბრალოდ. ჯერ მე თვითონაც არ ვიცი რაზეა. ეგაა მთელი პრობლემა.
მამა ჩემი დადიოდა ფსიქოლოგთან და რიგითი ჰომო სოვიეტიკუსივით მეც მეგონა რომ ის ფსიქოლოგთან დადის გიჟია. ერთხელ თქვი კიდეც თუ გიჟია, საგიჟეთში რატო არ წაიყვანთ, ყველა რომ დაგხოცოს მე რაშვებით მეთქი. მუგეშინი არავის მოგლავსა. და მამშვი და დედა ჩემი. პრინციპში დედა ჩემი მართალი აღმოჩნდა. მამა ჩემო მხოლოდ თავი მოიკლა. წერილის დატო. ჟანრის კლასიკა. წერილის გარეშე სუიციდი ნიჰილიზმის მანიფესტია. ფსიქოლოგმა მინიმუმ ის მაინც უნდა გითხრას, რა არ გჭირს. ეგეთი რამე მჭირდება მეც. ეს კიდე რამდენიმე წამში მეტყვის, რომ გარემო გამოვიცვალო. გარემო შეცვლაზე არ გიფიქრია. შენ ხარ? სახლში ხარ? ხო. მე სენსი? ვიყავი. დილას ხო გითხარი 2 საათით ადრე გადმომიდა ნამდვილად. არ მახსოვდა. რა უმერე ფსიქოლოგმა? რა ვიცი, კარგი გოგოა. შენმა ოჯახის შექმნის მიზნით დადიხარ? არა, მართლა საკაიფო საუბრო. პრინციპში საუბრობთ რა, მე ვლაპარაკობდი ეს მის. როგორც ყოველთვის. ხო და იმის თქმა მინდა რომ საკაიფოთ მის. მე რა დასკვნამდე მიხვედი? როგორც ყოველთვის. ანუ გარემოს გამოსვლა მერჩა. რა არის დიაგნოზი? თუმცა ფსიქოთერაპევტმა არ იცის რით უშუალოს პაციენტს ურჩევს რომ გარემო გამოიცნოს. ანუ ყველა დაკარგე დრო. სამაგიეროდ საკაიფო რაღაცებს მივაგენ. რას? როცა ფსიქოთერაპევტმა არ იცის რით დაეხმაროს პაციენტს ურჩევს რომ გარემო გამოიცნოს. სამო. რა დაგვიჯდა ეგ ფრაზა? რა დაგვიჯდა ფრაზა არა, რა დაგვიჯდა ინვესტიცია. რა დაგვიჯდა ინვესტიცია? წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან ძვირფას. და სადაპირებ გარემოს გამოსვლას? თონი ორივეს დაგვისწრებია. ხო და სად? არ ვიცი. სოფელში? აი სხვაგან წავიდი. აუ გინდა? არა, ჩაი? მარა.
გოგონა. სანდრო გთხოვ. სანდრო გთხოვ. რა გჭირ? ადრე რაღაც ლიტერატურულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, რასაც ერთ-ერთი კრიტიკოსის წერილი მოყვა. ტიპმა ამწია და მუხზე გადამტეხა, მაგრამ ვიდრე ამას გააკეთებდა, სულში ჩამაფუთხა. მოკლედ, მე და ჩემი პროზა გაგვანადგურეს. დამეწყო დეპრესია. არ ვეუბნებოდი ანას, მაგრამ როცა შემიკიკინა, რა გჭირს წავაკითხე წერილი. ლეპტოპი დახურა, შემომხედა და მითხრა. ესენი ყველაზე მშიშარა ტიპები არიან. ძალიან უნდა წერონ, მაგრამ კრიტიკის ეშინიათ. მაგრამ ესეც რომ არ ეთქო, უბრალოდ ისე მიყურებდა. უდიდეს ენერგიას ვგრძნობდი. ამიტომაც მახსოვს ყველაზე კარგად შეყვარებულობის პერიოდი. ახლა კი რომ მიყურებს, მგონი არასოდეს ვყარები ვარ. თითქოს ვიღაც ტიპი ვარ, რომელთანაც რაღაც მოგონებები აკავშირებს. მაგრამ ეს მოგონებები არ უყვარს. და არც არასდროს ყალებია. მოკლედ, ცუდი. ბოდიში. საშინოდადი. მოგეხმაროთ. არ დაგვწნენ? ნუ ხო ეგრე გამოდის. ცოცხლ. აი კიც ზედაუბანში. მეც იქით მივდივარ, რო გითხრა დაიჯერე. დაუჯერებელი რა არის? ეს მუმბაი არის. ზედა და ქვედა უბანია სულ. ხო. ნაყოფ ხორინგოჩი. კი. გოაზე? არა მუმბაი. მე სანდრა. ამერკება სანდრა მესტის. ანა პარსაკავა. მეც ხო.
მთელი ბავშვობა აქ მაგატარები. მართლა? შენ საქაური ხარ? ნუ ნახევრად. საფლობით ამოდიოდი ხოლმე. მე კიდე ზაფხულობით დედაჩემს ბებიაჩემთან დავყავდი ქალაქში. უნდა ნახო რა უჟმური ადგილი. თან სულ მიკვირდა რომ აქედან დასასრულებლად ქალაქში დავყავდი. ესე იგი ეხლა გამოდის რომ ბავშვობას ინაზღაურებ. ეგ როგორ მოვიფიქრე? Привет. Привет. როგორ ხარ? კარგად შენ? კარგად. ბოდიში ხელი შეგიშალე. არა, პირით. კაპი. როგორ წარ? ეს ჩვენი მეგობარი ხო არა? არა. უბრალოდ არ ამგონი. მეთქი შევერთდებოდით. აი ეს ცეცხლთან სანაპიროზე ბავშვობის მერე აღარ მითამაშია. გიყვარს ცეცხლთან თამაში? ხო, პირდაპირ მნიშვნელობით. ისე ბავშვობაში ეს თამაში გეყვარებოდა. ვა. ათლეტი ხარ. მე არასდროს არ გამომდიოდი. ადვილია. თავარია კარგი ხოში არჩიო და პირველად ზუსტად მოხდა წლიზე და. ხო? ხო. ხო, და მთელი ფილოსოფიაც ეგ არის და მე არ გამომდის. ცეცხლთან თამაში ხო გამოდის? ეს რიტორიკული შეკითხვაა, ხო? კი. და წამოვიდით. არ ამგონია გამოყაროს. აი, წამ. მე ბავშვობაში არ გეუბნებოდნენ ცეცხლს მე თამაშებით ორი ჩაიბსა. და და მე მეუბნებოდნენ და სულ ვიფსავდი. მე ხო ბავშვობაში ყველა ვიფსავდი. საღამოშვიდობი. გამარჯობა. გამარჯობა. ახო შევინოდით, დაგინახეთ და რა ვიცი, გადავწყვეტეთ მოგსალმებოდით. ძალიან კარგი. თქვენი მანქანაა? ო, ჩემი. ძალიან მაგარია. მადლობა. აუ სულ მიტოდა ესეც. მართლა წარმოგარი. ჰაი. აი. ჰაი. ახო მართლა მე სესილი ვარ და ეს სანდრო. მე ვაკო ვარ. This is Mary. She's my girlfriend. Oh, nice to meet Hi, you. nice to meet you. Hi. Do you want to join us? Why not? Yes. Yeah. But Yeah? აუ
არ მინდა რომ ხელი შეგიშალოთ რა, უბრალოდ სესიმსაც რო დაინახავ ვეღარ მოითმინე და. შენი იდეა იყო, მაგრამ ნუ კაი. წამო დავლიოთ. არის თევზი? არა. გუშინ ხელი დღე Ah. ძალიან ძლიერია რა. It's very strong. Do you guys live here? No. I was born here, but I haven't been for a while. Yeah, me too, something like this. It's so beautiful here. Yeah. It's your first time here? Yeah. Thanks პირველად, ხარ? არა, ბავშვობაში ვიყავი ექსკურსიაზე. არა, ესე პირველად. აუ, სიმინდი მოუხდებოდა ეხლა. Oh, ხოცა. Corn would be great. ხარ მოიყვანეთ. და შენ არიყავი ბავშვობა ძველი დრო და მთელი ამბობიო? მოპარულს ვაგემოთ რა. მართალი იყავი. მოპარულსაც უბრალოდ ესეთი გამოქონია, როგორც ნაყიდ. ხოლმე მოვდი. ცოტა დაიწვა. ნუ არა უშავს, კაია მაინც. This is so good. Mhm. I was so scared when that man came though. Yeah. Yeah. I was scared too. And he appeared from nowhere. Yes, exactly. That's what I mean. I got freaked out. Uh-huh. აქ ეგრეიციან. ჩუმაციერული. ბავშვობაში ჩემი და მაშინებდა ხოლმე ღამეო. სულები დადიან და ბავშვებს იტაცებდნენ. ნუ, დარას გაჩვენა. მე ვიცი. ტრადიცია იყო ეგეთი. პატარა რო იყო, ჯერ იმას აშინებდნენ. მე რო გაიზარდა, მე მაშინებდი. მონცა მოვა. How long have you been together? We? Yeah. No, we're not actually together. Seriously? Yeah. I thought he was your boyfriend. No, we've just met each other. Whoa. I thought you were at least like really good friends or something. I think that it's because of the alcohol. Oh. Yeah. Yeah. I should go before I get wasted. Oh. You okay? Yeah, I'm fine. I'm just drunk. But me too. დავყო. საწავიდე. საწავიდე. კემპერში შევიდე. მე წავიდეთ არა? მოიცოთ, დაუმშვიდობოთ. ხო გამოვა. ხო, ალბათ რა ვიცი, ყველაფერს ესაყურდაკო. ჩვენგანაც უნდა გავამო. ხო, მაჯოს.
შუმაც მოხდი. შეიძლება? მოიცა მივიწევ. არა, იყავი და დაიცვი? არა, არა გობელი. მარტი ხარ? ხო, ჩემ ძმას ძლივს გამოვექეცი. გამხელდი. 15-ის და ძალიან აქტიური გახდა ამ ბოლო დროს, სულ აპარაკობს და ნერვებს მიშვის რა. აი რა გინდა ბედნიერი. ბაქილო რო ვიყავი მე აქეთ მიშტონეებს. ეს გადაცურული გაქვს? არა, ანუ გადა არა, არ მინდა. არჯინები მაინც დავათვალიერე. არა, მადლობა. ინა მოგეწონა. იუწუდი მე მგონია რა. არა. მომის მიგიხმარა. კაი. ეს ამოკლავდა ვინა. როგორ ბევრი არ წამიშა და მარტო გურიცი. მადლობა. ხო ნორმალურია შენ ხო ბაზა არა დავიწყე ხო რაღაცები მოვაწესი კაი დიდი ხანია ეს კარგად არ ყოფილა. ქალაქის საშინელება. გადარეული, ბინძური. ადამიანები სხვანაირები არიან. სხვანაირები როგორ? აგრესიული. უინტერესური. თითქოს ყველა სადღაც ეჩქარება, არა და რო გაყვებულობდე, ან ტელევიზორთან დაჯდებიან, ან სკოლად დაიწყებენ. გაფრაზებულები. მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ერთნაირები არიან. მე? არ ვიცი.
ქალაქ შეიძლება შენც მაგათნაირი. მაგრამ აქ შენი როდ გამოიყურები. თან სოფლის ზაგარით გიხდება. ხო. როგორც იცი. ჩემს ხმურობაზე გაგეცინე. რაუ. რატო აწოდი რომ ვითომ იმორი არ გაქვს? კაი რა. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები. ანუ ისეთი უპრიმღამო უსიცოცხლო და არასტაბილური ხმურობები. აი ყოველი დღე ისე უნდა იცხოვრო, თითქოს ეს შენი უკანასკნელი დღე იყოს. და ერთ დღესაც მართალი აღმოჩნდა. მე მინდა. ვუდი ალენი. არც ეგ არ გამოირჩევა დიდი სტაბილურობით. მაგრამ ვაღიარებ, მე მჯობია. განხურებული სკატერბილი ჩავიდა. და ხო, აი გნებდები. ოღონდ სულ თითქმის არ ვიცი. მართლა? ხო. რამე გეგმა გაქვს? ნო. გეგმების მეტი რამე. არა, ეგეთ გეგმაზე არ გეუბნები, ნახევარზე მეტი საფალში მომიგებს. მაშინ არა. მინდა რომ ფილმს უყუროთ ძველ სტილში. ძველ სტილში? მუნჩკინო? რაღაც ვიდეო ვიპოვე სახში და კასეტები. ბრუსლი და რამე. ოსტრალ დრაკონა გაქვს? შეიძლება. კაი. там. коктейли. ცისფერი ლაგუნა. ესაა ბრუსლიო? 80-იანების მელოდრამების ჰიტები ჰქონია. აზრია, კასეტას მაინც ვერ ვეძებ. და ჩართე მაშინ მანდრაც არა. მიდი ჩარტე იქნებ მანდ იყოს რამე ბაევიკი. გენდო? ნუ თუ გინდა არ მენდო და დავიშალოთ. ოკეი, გენდობი. ოკეი. შენიხლა უკეთებს. შენიხლა უკეთ გამოიყურები ვიდრე გუშინამდე. კიდევ ერთი რამე. მერაშა. ამ ხერულ ნოტაზე მოდი დაგმშვიდობა. მიდი ხარ უკვე? ხო. ფაქტობ მარტოს ემოციებს. ვიცი გაგაცრები. არა, მართლა მაგარ მინდა იყო. რა არ გინდა გვიანი? კაი, მოკლედ ხო გნახო. კაი. ხოლმე.
2 ლარი გაქვს დასამატებელი. იხავე. თუ არა გაქვს, არა უშავს. ჩავინიშნავ და მე შემომიტანო. კაი, მადლობა. არაფერს, გენაცა. ნახვამდის. ნახვამდის. კარლოს ვალდერამას აქვს ერთი გენიალური მოთხრობა. კორინთოში ოლიმპიური თამაშების ჩატარების შემდეგ ქალაქის ეკონომიკას დაენძრა. ყველა გაღარიბდა. ღმერთიც, ნახევარღმერთიც და ადამიანიც. სამუშაო ადგილები აღარსად იყო. მხოლოდ რამდენიმე ტიპი ცხოვრობდა სტაბილურად კარგად. მათ შორის იყო ქარონის, რომელსაც ჰადესთან მიმავალი მგზავრები გადაჰყავდა სტიქსზე. მაგრამ ბოლოს მაინც ყველას დაენძრა და ქარონსაც მოუწია მგზავრების მისიაზე გადაყვანა. მოკლედ, ასე გაგრძელდა 1000 წლეულები. ეს ნავის მოიღო, მაგრამ ქარონს ფული არ ჰქონდა, რომ ნავი გამოეცვალა. ერთ დღესაც მორიგი საწყალი გადაჰყავდა და ნავი ჩაიძირა. ასე დარჩა ქარონი ჰადესთან და 2009 წელს საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი რო დაიწყო, იმის ბრალია, რომ ქარონს არ დაუბრუნეს ვალები. სასაცილო მოთხრობაა ძალიან. და ეს სოფლის მაღაზიები და მათი გამყიდველები ქარონს ყვანა. თუ ფული გაქვს იყიდი, თუ არა და იმათაც სხვა გზა არა აქვს თვალად გაწლევი. ერთ დღესაც კი მოკვდება მოლარე და ალბათ საუკუნეების მერე გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს. სალამი. რომო. საით მიდიხარ, ჩემი ძმა? იქით რა. დაჯეც აგიღო. არა იყოს თავისი. რას გაისენებ, თუ ძმა ხარ, იცის აკაურო. მოდი დაჯე. აი მაშინ გადასახლებამდე გამოყო. სადაც გინდა, გაგიყო, ა პრობლემა. მადლობა. ალე? არა, მადლობა. მეთევზე და არ დალეზა. არა. იბიტენ ხარ? ვერ გავიგე რა ვარ? თუ მეთევზე არ ხარ, значит მოყვარული ხარ. ეგრე გამოდის. აი კლეოვი იყო? ისე რა. შენ აკაური ხარ? შეიძლება ეგრე სიტყვის. შენ არის ბუსებით გველაპარაკები. ჯაკაური ხარ თუ არა? აქ დავიბადე და გავიზარდე. და გაური ყოფილი. ამე საინტერესო ხდება. სადა? და დაუგეჯო. აქ აბა ამერიკაში. ჩვენ ხო იცით ის ხალხს, იოდი გვაკლია. ხოდა იოდის ნაკლებობა კიდე ხო იცი რასაც იწვევს რა. ან ყველაფრის დაკონკრეტება გჭირდება. ვა, ახსნა განმარტებები გჭირდება?
შენ მე кайფი ვიცი დედაში დელა შეჭი საქართველოში, რომლის ტერიტორიის 20%-იც ოკუპირებულია, 40,000 პოლიციელი. პოლიციელების გარდა არიან პროკურორები, მოსამართლეები, ადვოკატები, სპეცრაზმი, ბადრაგი. რომ არა კრიმინალები პოლიციელებს არ ექნებოდათ სამსახური. მხოლოდ საქართველოში 70,000-მდე უმუშევარი ოჯახი. წარმოიდგინეთ ქუჩაში დემონსტრაციები, აქციები რუსთაველზე, ლოზუნგით მოვითხოვთ კრიმინალის ზრდას. საქართველოს ჭირდება კრიმინალები. სრული კატასტროფა იქნებოდა. სხვათა შორის მე მეშინია პოლიციის. ადრე მეგონა ყველაზე მეტად დათვის მეშინობდა, ბოლო-ბოლო დათვლა რომ შეგჭამოს, ყველა დათვზე გაბრაზდება, ხოლო პოლიციელმა თუ მოკკლა, ვიღაცები იტყვია რომ რთულია პოლიციელმა. მოკლედ, არ ვიცი. ხოსტადიე გვაცხო ვერანაუი კიდე თქვენ ახავს ბიჭო არა მეთქი ხო გითხარი ერთხელ არა და всё სუბუქებიო თუ წყალი შედის აი ერთხელ რა წყალი შედის თქო ხო გეუნებოდი ერთხელ ორჯერ მათხოვე ხოსტა როგორ ხარ ვა სანდრიკა სულ რა ვიცი კომშიდობა კი კაცე ტვინის ტყნელი ბავშვები არიან მათხოვე ეშები რა ვიცი აბა ჩამოხრდი რა ხო რამდენიმე დღეა ძალიან კაი შენი ნავია ხო კი რა იყო ბადებზე ხარ გადიოდ არა რა ბადებზე ბიჭო ჯარიმებია თან თუ გაგატყნავენ სახეს მოგიტყნავენ ძალიან კაი რა იყო გინდა და რა მათხოვე რა ცოტა ხანი გავისეირნე ბიჭო წყალი შედის ვა ძალიან შედის რავი დავაგუდრონე მაგრამ არ ეჭეს ამის დედაც მოთხრა რა მაგრამ ქალაქების წოდას კი გაუძლებს სულო ხო იცი კი ხო და არ დაიხსებ გამოცური ამის დედაც მოთხრა ისმინე წადი მაშინ ხო რო გამოხვალ მე სახთან დააბი რა იქა ხო ხო კაი რა ხომ ეს რა დავაი აბა გაიხარე ხოსტა დავა ხოსტა ხო ნიჩმებს აუგო გითხრა კაი ნავში დავტოვე აბა
სესილი, ეს შენს დასაყვანად მოვედი. სესილი. რასაკეთებ? გაგიჭი ხო? აჰა. შენი ნავია? ეგობის. მაგარი. არც ისე. გამხრეტილია? როგორ ჩენი ყურე? ყურე. ხო, ყური. ჩამოდი. გავწი. და გამხრეტილი როა მე შენი? არა ასეში. შენი ყურები განასხვავდა. არადან შვენიერი ყურები. დიდი მადლობა. არ ჩამოყვა მთელი ზღვა გადმოცული შენთან მოსახედით. აბა ზღვა. ზღვა რა? ტბა. სანდრო, ჩავიძირებით. ნუ გეშენია, ჩავიძირები. არა, კი არ მეშინია? ფაქტია. აბა წარმოვიდგინე რომ გეჭირავს 200 გრამიანი ჭიქა, რომელშიც 100 გრამი წყალი ასწია. ეს ჭიქა ნახევრად ძიმია თუ ნახევრად მსუბუქი? ეგ ტესტი სხვანაირად არა? იმიტომ რომ 200 გრამიანი ჭიქაში რომელშიც 100 გრამი წყალი ასხია, ნახევრად მძიმეც გამოდის და ნახევრად მსუბუქიც. არა? არა, მართალი ხარ ხოლმე, მაგრამ მაინც რომელი აქვს სწორი? არ ვიცი. ამ ჭიქა რაც უფრო დიდხანს გიჭირავს ხელში, მით უფრო მძიმდება. ნიჩბებზეც ეგრეა რა, რაც უფრო დიდხანს უსვამ, მით უფრო რთული ხდება ნავის მართა. ან წონა უცვლელი რჩება, მაგრამ დროის ფაქტორის გათვალისწინებით ნავი უფრო მძიმდება. შესაბამისად, ეს ნავი ნახევრად მსუბუქი იქნება თუ ნახევრად მძიმე, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. თავარია რამდენ ხანს შეცდებ მე მისმართო. კაი, გავიგე. მაშინ ახლა იცი რას ვიზავ? აი ამით აღარ გადავასხავ წყალს. და ვნახოთ რამდენ ხანს გაქაჩა. ეგრე პირდაპირ მნიშვნელობით დამძიმდება. ხო არ დაგავიწყარ სულ არც. დღეს ჩემები ზღვაზე წავიდნენ. აღარ ნამდვილ ზღვაზე. შეიძლება არ წახვედი. მე ჯერჯერობით აქ მერჩევი. დიდი ხანი არ მომიწევია. არა, ადრე ვეწევოდი. როგორ მედის შენი რომანის საქმე? რა ვიცი. ნორმალურად. დამეთქვა ხაურობა. მეგონა ვერ ვიმუშავებდი, მაგრამ ხო. ანუ კაი. დაი. რატო წერ? რისთვის? როგორ აგიხსნი, ჩვეულებრივი ექსტაზია რა. აი როგორც კოსმონავტებს ჩაჯმამდე აბედნიერებთ თვალის დაждდომა, ეგრე მაბედნიერებს მე წერის პროცესი. უბრალოდ ფილიში ვერ წერდი და ამიტომაც წამოვედი. გასაგები. ეხლა მეც მაქვს ჩემთან კითხვა. თევზი გიყვარს? რა? ეხლა დარწმუნებული ვიყავი რომ რაღაც ძალიან რთულ კითხვას დამისვამდი. ეგ ძირითადად თქვენ ართულებთ ხოლმე. ეხლა ნამდვილი მუჟიკივით გადახვედი სუფრიდან სექსიზმზე. აი ხო ხედავს, თევზის სიყვარულიდან სექსიზმამდე მიყვება. აჰა, მე ხო? მიპასუხებ თუ არა? მოკლედ კი, ორივე მიყვარს. თევზი და თევზის ბუშტიც. აი, მეორე კითხვა. მაყულის შაი გიყვარს? კი? მართლა. მართლა თან ძალიან. შემდეგი კითხვა. გამოვიცნო. ვერ გამოვიცნო. ხო, კაი, მკითხე. რა და ასეთ ლამაზ ხიარულ და საყვარელ გოგოს. თევზის ბუშტი რატომ მიყვარს? იმიტომ.
ო, მოვედი. დაჯექი მან და მოვა. ესაკეთებ, ა? ვაა. მომგარია? ცა. თევზი და მაყვალი? ხო თქვენ მიყვარს. ხო, ძალიან მიყვარს. ვინო ვერ ვიშოვედა. მანდ არყის და მაყურის კოქტეილი აიმედია მოგეწონა. ნება გავსინჯო. ვა, ძალიან გემრიელია. ამის ეს ამის სუნია ნახის. ამას ჩავდო. არა, იყოს მე რა თქინდოდა. რა, სანთლები ვერ ვიშოვედა. ება გავსინჯო, ეხლა მე ამას. Wow. ძალიან გემრიელია ეს. მე დავიჭირე. მართლა? აი ხო გეუბნები ათლეტი ხარ მე. ჩვენ გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. მიხარი აქ რო ხარ. მეც. რამე მაქვს? ძალიან უცნაური რაღაც მოხდა. უბრალოდ უკვე დამთავრდა. მაგრამ ისე თბილისში და რომ მოვდივით, მაშინ დაიწყო. მოკლედ იმ დროს მაღაზიაში ვიყავი შესული და გამყიდულს ყავდა პოლიცია გამოძახებული. აქ ჩვენთან? ხო. და გავიგონე იმ გაუმძიებას ჩვენებას აძლევდა, რომ თურმე ვიღაც ორი ტიპი შესულა წინაღამე. და ამ ქალისთვის უკითხავთ ბორდელი ხო არ არის სადმეო. მე რაღაც დამუქრებიან კიდე. აი, დაუშავეს რამა? არა, არაფერი, უბრალოდ უძლებულად ელაპარაკდნენ. და შემდეგ შესვლაზე ეს გამყიდველი მეუბნება, რომ გაიგეო, რომ გოგო გაუპატიურებიათ. რა? აქ ჩვენთან? არა? მე თევზაობიდან რომ მოვდიოდი, უკან დამიწია მანქანა. მუსიკას უსმენდი და არ მისმოდა ხმა. მისიგნალებდა თურმე. როცა გავიგე, გადავედი გზიდან. მომიჩერის გვერდით. მეგონა გაივლიდა, მაგრამ გააჭირა. და დამოდიო გაგიყვანო, სად მიდიხარო. ორი ტიპი იჯდა. მეთქი არ მინდა, მაგრამ მე ძალიან ცხელოდა და მაინც გავყევი. და გზაში რაღაც სულ კითხვებს მისვალდნენ. თან ცოტა დამცინოდნენ. რას ქვით აქცინოდნენ? ამ დამცინოდნენ რა აგრებულად მოვაპარაკებოდნენ. ხო წამოკიდება რომ უნდათ. და მე მეც რაღაც ისე უთხარი ცოტა და ნუ ისე იყო ალბათ გადამიყვანდნენ და გამძუყნდნენ რომ უცებ წინიდან რაღაც მანქანამ გზა ჩაგვიჭა. და ვიღაც ტიპები გადმოხდნენ ამ მანქანიდან თავიდან ვერც მივხვდი ვინები იყვნენ. ა პოლიცია იყო? ხო. და იარაღები მოგვიშურეს. გადმომართრის მანქანიდან დამაგდეს. რებს მეყვები. და ისე შენ გონია რომ იმათმა გაუპატიურეთ? ხო. ახრა ნაბიჯურები ყოფილან. თან მე პოლიციელების საუბრიდან გავიგე რომ ის მანქანაზე მოპარული ყოფილა. დავახრჩობდი ეგეთ ტიპებს მარცხლა რა. ვიღაცამ თქვა მშვიდობა სიყვარულით უნდა შევინარჩუნო და არა მუშტებით. თბილისში ესეც წაგინახავს? არა. თბილისში თუ არ ეცლებს ჩვენს ხო? ტურიზგან და არეკლელი შუქისგან ამის ცაცით ვახო.
თუ რაღაცა არა და კარგად მქონდა მოფიქრებული. იცი მთვარეული რო არ? სერიოზულად? რა მაგარი? კი რა არის მაგარი? ერთადერთი მთვარეული ის ვიცნობ. ვითომ მართლა ასწორებს სექსისმიერი სიგარეტი? სისულელი. არა, კარგად წაიღო. კინოს ბრალია. ჯერ ლიტერატურის და მერე კინოს. რა არის კინოს ბრალი? არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ ეგრე ამბობენ, რომ პირველად ამერიკელმა სტუდენტმა აღწერა თავის ესეში, როგორ ეწეოდნენ სექსის მერე ის და მისი ზაფხული. ზაფხული? ხო. გოგო გაიცნო ზაფხული ერქვა და ესესაც ზაფხული დაარქვა. და მანდ იყო აღწერილი, როგორ იწვნენ მთელი ზაფხულის აწოლში, როგორ ჟიმაობდნენ, მერე როგორ ეწეოდნენ. მე ლიტერატურაში დამკვიდრდი. შესაბამისად კინოშიც. მაგრამ კინოში უკვე სხვა ესთეტიკა ჰქონდა. მაყურებელი ხედავდა რეჟისორის მიერ დახვეწილად შერჩეულ რაკურსებს, როგორ ეწევიან სექსის მერე. ასე იგი შენ ამბობ, რომ მე-19 საუკუნეში საწოლში არ ეწეოდნენ. მე არაფერს არ ვამტკიცებ, მაგრამ ცოტა იჭმება მე-19 საუკუნეში საწოლიდან დგებოდნენ. წყალიონებში თუთუნს წენიდნენ, მერე ისე წვებოდნენ. ნაპას უტყავდნენ და სიამოვნებით ამბობდნენ. როგორ ასწორებს ჩემ ამაზე.
ალო. ალო. ხო. რა? რადგან მოგხედავს? ვიცი რომ იო რა ტყიდან მოხდა? ის თქუდა ხა შეშო? რა მხელატყია ეს იყო, აქ თუ სავარცხელი გადააგდეს, შეჩება რა არის? როგორ ახლა? როგორ ხარ ბიჭო? შენ? მაიც შენ. როგორ ხარ? აუ, რა ვიცი, გზამერია, როგორ საიდან არის. თუ აქედან დავდიოდით სულ, აღარ ვახსოვს რა. რას გავხარ შეჩება რა არის? რა გინდა, რას გავხარ? იცი ძროხას რატო ოქსებდიან თვალები? რა? რატო და ყოველდღე წველიან? წელიწადში ერთხელ ტყნავენ. მაგ ძროხას გავხარ აგაციებს რა. გამოყოტყის იუმორი. რა თესლი ყვავილია. შენი ბაღისა? გააჯი. გამარჯობა. გამარჯობა. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. ეს ჩემი მეგობარია, გარეწარი იუანი. ეს სესილია. სასიამოვნო სესილია. ჩემთვისაც. ნუ ბოდიში რა, გაგაღვიძეთ მე მგონი. და სიურპრიზის გაკეთება მინდოდა და მე გზამერია და ტყიდან მოვედი. მე მგონი კარგი ცხენი ზვამერია. ჩაი? აბა? სანდრო იყავი და მე გავაკეთე. ხოთა? ჩაი. შენ შეგინდა? არა, მე ყავა. აუ, მაშინ მეც ყავა რა. კარგი. მადლობა. ბოზია? ბოზი შეხარ. ასეთი ლამაზი. ბოზი არ მინახავს ცხოვრებაში შეჭი. რა შეიძლება? მე მიაგიქს. ეს ის არ არის რაც შენ გონია ყველაფერს მე აგიხსნი. ანამ რო გაიგოს, ხო იცი რა წავდა. უმანდი იყო. მე ვიყავ. Mhm. Gabrielian. შენ საქმე როგორ ის? კარგად. საბანაოდ როდის ჩადიხარ ხოლმე? ხან როდის? მაგრამ მაინც უფრო შუა დღის მერე ჩავდივართ ხოლმე. დილით ძალიან სიგრილია. ჩვენიერიან. და დამსვენებლები არიან? არა, სხვათა შორის არა. ადრე უფრო ბევრი ჩამოდიოდა. ეხლა ჭირიეტა გასხარ.
რა ვიცი, ალბათ უკეთესი ადგილი ნახეს. ახლა უხარ შენც. ხო. რაღაც საფხულობით ჩამოდივარ ხო. იო არ გინდა გამოიწვია. აუ ხო რა, აუ მაგრად დავიღალე იცი, სადმე არის რა. თამბილი ძალიან ადრე ავდექი და მაგრად მეცინება რა. აუ და თუ ძალიან გამიგზავნა გამაღვიძე რა. მიდი, აქ შუა დღეს მაინც მყარი საათი. მე საბწოლია. No, Tama. Geçen. არა. Da iyice. Utanç. ჯეჯერობს კი. Rozya. მომზე და სიყვარული. Ay, Mart. ტიპზეა, რომელიც ძველ ცხოვრებას მიატოვებს, წკეში გადავა საცხოვრებლად, ლოს მოიშინაურებს და გულს გადაუშლის. Da რაღაც შენ ისტორიას გავუსვით. მართლა? ესე იგი ამ ისტორიის მიხედვით ჩემ ლოსი ხარ. რომელი საათი? არ ვიცი. იცი რა? ლოს რო შემოდარ, ახლა მოდი და მასაჟი გამიეთ. მოდი. რასაკეთებს? ასი სოლით საგარი მიიღე. მაგას მეწვევ. წამში რა დორჩამოს. სულ არის. არა. ბიჭო. ამას მოიგე, არა არ გაგიტყვის. ნო. აი თელი დღეა გიგიდა. აი თქვენ შორის ქიმია არის საერთოდ. არის მე. ეძგე რო გაკვირდები მაგდურად. ამოდი ხარ? არა. აბა? უნდა გადმოვხდეს. ეცა მიყვან. ეცა. მარი. ირა ვერ ჩავედი. აჰა. აჩა. რა პაკალია.
ბიჭო, თუ წესილი მოვა? კი. ვინმე? როდის? თავის ნივთებს მოიტანს და მოვა. იცი საერთოდ ცოლი რო ყავს? არა. მე თქვენს წარაპირე? არ ვიცი. რა იცი ნეტა ერთი საერთოდ რა. იცი რამე? არა. აი ხო. აღარ სკეთე ყველაფერს. არა ბიჭო, უბრალოდ მე გართულდება უფრო ყველაფერი ხო იცი და კარგი რა, რატო აკეთებ ამას? ვიცი ხო, ვიცი. უბრალოდ ძალიან კარგად ვარ რა და არ ვიცი რა გავაკეთე. ანა როცა არ იცი რა გააკეთო? გააკეთე რამე და პასუხებს თვითონ მოვა. იქ მეთქი. როგორ მომენატრა ეს მაიმუნი? ვიცი. საშინelt მომენატრა. უცმიდა. აბა სიგარეტს არაყსაც.
გეკითხები რატომ გამომიგზავნებდი? როგორ გამიმეტი ამისთვის, ა? რა გეგონა რომ დავიზებოდი და ბედნიერი ვუყურებდი? ვერ გავიგე, არ მისმის რა ხდება. ყველაფერი გავანადგური, რაც ლილის თავს მიხსენებდი. საკუთარი მშობლებს არ ნახული უკვე 2 წელია. დილით ადრე გავდივარ სამსახურში რომ მარი დაგინახავ და მე გათენებამდე ლილიძე ფიქრში ვერ ვიწინებდა. შენ მანდ გდიხარ გალეშილი და ვიდეოს მიგზავნე. შენ არაფერი არ გესმის, და შენ თავზე ფიქრობ. მარტო იმას აკეთებ, რაც შენ გინდა. მე მითხარი რატო არ მეუბნე? რა უნდა გითხრა სანდრო? შენით ვერ უნდა მიხვდე, მართლა დებილი ხარ? ელემენტარულ რაღაცებს ვერ ხვდები? რას უნდა მივხვდე, თუმე გეზიზღები? ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ. ეხლა მაგიტოვა ისეთ ცუდად. შენ გონია მე ვარ კარგად? ეგ ბავშვი იყო ბოლო, ვინც ჩამეხუტა და მითხრა რომ მიყვარხარო, გესმის და არ მინდა რომ დამავიწყდეს, მაგრამ მაინც მავიწყდა. ეს ვიდეო რო გადავიღე, მეორე დღეს მოხდა ყველაფერი. ეხლა ვიპოვე შემთხვევით, არავის არ უნახავ ჯერ და როგორ ფიქრობ, არ უნდა გამომეგზავნა? მისმინე. მე მზად ვარ კიდევ ერთხელ გადავიტანო ის ტკივილი. იმიტომ რომ ამ ტკივილის უკან ძალიან დიდი ბედნიერება იყო 3 წელი გესმის. ზუსტად ვიცი. ლილი რო დავივიწყო, არაფერი არ იქნება უკეთესი. ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ მე და შენ უნდა ვიყოთ ერთად თუ არა. მაგრამ აი ახლა ამ წამს ზუსტად ვიცი რომ მირჩევნია უკანასკნელ იმედს მოვეჭიდო ვიდრე ყველაფერი დავამთავრო და ახალი ცხოვრება დავიწყო. ვერც შენ და ვერც მე ახალ ცხოვრებას ვერ დავიწყებ, გესმის? მაგრამ შეგვიძლია იმითი ვიყოთ ბედნიერები, რაც გვაქვს. აბატი, მაგრამ ეს ვიდეო უნდა გამომექცეო, სხვანაირად არ შემიძლია. არ მინახავს. რა? ვიდეო არც გინახავს? როგორც კი გამოსდები და მყავსო. უნდა წავიდე რა. ხალხი გირეკა. ხარ. გასაგები. გასაგები. გეხუტა. გესმოდა? ყველაფერი. დავლიოთ. გაიიღო კარგად.
ანდრი, ეი, რა შვედით? რა ვიცი? ნუ. ამო რა გჭირ? მო. ერთხელ ყარიათში ვისვენებდი, რა? გავიცანი ძალიან მუსიკა. მაგრამ მე მალევე გავიშიტებ ეს და იმან თავის მეგობრები გამოცნო მე ჩემი გავაცანე როგორც ძალიან მაგრად ვართ რა ნუ დადგა წასვლის დრო მომეთქი მოდი ერთად წავიდეთ მატარებლით და მე საერთოდ არ ვაპირებდი წასვლას ჯერ არა მეთქი ერთად წავალთ ჩავაცილებ თბილისში და წამოვალ მერე უკან არაო მანქანით მივდივარო უფრო მაგარი მეთქი ეს წამოვალ და ერთად წავიდეთ ხო არაო გაიგიჟა თავი თურმე ქმარი არ ყავს იქ ბუზიე აგრე ჩამოვიდა ამის ქმარი და წაიყვანა მე კიდევ მთელ გეგმებს ვალაგებ ქმრიანი ქალი ყვარებია? არა. არა. იო. უდები შედი ემოციურში თქო. მართალი ხარ. მოხდა რამე? სანდრო არ მეტყვია? გაიცვარგინდა არ მითხრა და მერე ვილაპარაკოთ. უბრალოდ ცოტა ბავშვით იქცევა. ცოლი მოს. ვიცი. ძალიან ლამაზი. რა. საიდან? შენ და ივანეს ლაპარაკს მოუყარი ყური აქ და ეგეც რო არ იყოს. Facebook-ზე პირველი 4 ტაქსერჩი.
ძალიან არეულები ვართ ახლა მე და ანა. ანა ვინა? ჩემი ძმა. ახლა მე მოკლედ ძალიან არეულები ვარ და არც მე და არც მაგან არ ვიცი რა გვინდა. უბრალოდ ძალიან მიყვარს და მიჩვენია რომ ბოლომდე ვეცადო შევიდეთ ვიდრე დავშვი. ახლა მესმის მომიხსნა. ჩემთვის არაფერი არ გაქვს ახსნელი ვარ. არა არ გიხსნა უბრალოდ გიზიარე. ძალიან ცოტა ხნის წინ მივხვდი ამას და მოკლედ შენი მოსმენა ძალიან კაია. შენი ყურება ჩემთან ლაპარაკობს. მაგრამ ამასთან უკეთესი. ბედის წერას ვერ გაიქცევი. ვიღაც სხვებზე უფრო ნაძირალო სიკვდილის წინ დამწუხრებულ ჭირისუფლებს გადახედა და თქვა: ბედის წერას ვერ გაიქცევი. ზუსტად გაარტყა. პოსტფაქტუმში აფასა განვლილი ცხოვრება და ყველა დააჭირა, რომ ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო, ყველაფერი წინასწარ განსასრულია. ამ ცხენებმაც დაიჯერეს და დააჯერეს მთელი სამყარო, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია. არაფერიც არ არის გადაწყვეტილი. ყოველთვის არის არჩევანი და ხშირ შემთხვევაში გული უფრო ხმამაღლა ყოფნის ვიდრე გონება. აზრზე არ ვარ რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ გულის სიღრმეში რაღაც იცოდნენ, ან გრძნობდნენ, მაგრამ ჯანდაბას. მეც ვიტყვი, რომ გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი, როგორ უნდა მოგცეულიყო. ამიტომაც დავუბრუნე შენთან. გეტყვით თუ არა სესილის შესახებ? ანა, არა მგონი. ყოველ შემთხვევაში ახლა არა. ძალიან მიყვარხარ და ბედის წერას ვერ ვანდობ ამ სიყვარულს. შენც ამიტომ დავაბრუნე ჩემთან. შენს ყველა კითხვაზე გაქვს პასუხი. იმიტომ რომ შენი გულის გონებაზე ძლიერად გვლის. ამიტომაც არ გეტყვი არაფერს. ბედის წერის აპელის და დედაც მოდა. საკმარისად ბევრი ადამიანი გააღვიქვდა. ჩვენ ვერ დაგვიგო.